ლელოძლიერი საქართველოს წევრს ალეკო ელისაშვილს დღეს ახალი ბრალი წარუდგინეს. ამჯერად პოლიტიკოს სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან. ეს უკვე მეოთხე სისხლის სამართლის საქმეა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ. ადვოკატის ინფორმაციით ამჯერად საქმე ეხება სასამართლოში დაკითხული მოწმის მიმართ გამოხატულ უპატივცემულობას. როგორც ცნობილია, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა მოითხოვა. გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, პოლიციელი, რომლის მიმართაც პოლიტიკოს შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან, შოთა ჭიპაშვილია. რეხვიაშვილის თანახმად ეს ის მოწმე პოლიციელია, რომელსაც ელისაშვილი სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში თავად ადანაშაულებს. შოთა ჭეპაშვილი ალეკო ელისაშვილმა პროცესზე ამხილა, რომ მან ჩაიდინა მის წინააღმდეგ სასტიკი მოპყრობა. ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფას აყენებდა, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის მტკიცებულებები. ალეკო ელისაშვილს აღენიშნებოდა მძიმე დაზიანებები სახის არეში, ხელის არეში, ქონა სისხლის ჩაქცევები და სისხლის დიოდა ხელიდან, თუმცა ვხედავთ შერჩევით სამართალს რეალურად ნაცვლად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულიყო არადამიანურ მოპყრობაზე, ძალაუფლების გადამეტებაზე და აღნიშნულთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა მხოლოდ მითითება მიცა სასამართლოს ხომაზე, შენიშვნა მისცა, რომ და მოუწოდა მოწმეს, რომ გაეკეთებია და აღიარება მიეცა სასამართლოს წინაშე თუ რას ჩადიოდა ის მის მიმართ. ხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ჯერ სასამართლომ გააჩერა ალეკო ელისაშვილს და ემუქრა გაძევებით და შემდგომ უკვე პროკურატურამ დაიწყო ახალი სასამართლოს საქმე და რა თქმა უნდა ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნა და ეს არის უკვე მეოთხე სერია რეალურად. პოლიტიკოსის თანაპარტიელმა ქეთი თურაზაშვილმა და ირაკლი კუპრაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბრალდების მხარე სწორედ სასამართლოში მოწმე პოლიციელის ჩვენების სიცრუეში მხილებას თარგმნის სასამართლოს უპატივცემულობად და ელისაშვილის ბრალს კიდევ უფრო ამძიმებს, რაც მათი შეფასებით კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანმიმართულ, უსამართლო და უკანონო დევნას. ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე გრძელდება პოლიტიკური ნიშნით ანგარიშწორება. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ჯერ იყო პროვოკაცია ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ვინმე ბაბაევის გამოყენებით. შემდეგ პოლიტიკური აქტის განხორციელების გამო, შუშის ჩამტვრევის და 300 ლარიანი ზარალის გამო ალეკო ელისაშვილს ტერორისტობა დააბრალეს და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალეკოს ტერორისტობა საზოგადოებას რომ ვერ დააჯერეს, ეგრეთ წოდებული ძაღლების საქმე შეკერეს, სადაც ერთადერთ მოწმედ არარსებული ძაღლი დაიმოწმეს. მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე თაროზე შემოდეს და ამ აბსურდულ საქმეს ეფექტურად იყენებენ იმისთვის, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კვლავ ვერ შეხვდეს ოჯახის წევრებს. ოცნებამ როცა დაინახა, რომ ალეკოს მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანმაც კი არ დაიჯერა მისი ტერორისტობა, კიდევ ახალი ბრალი შემოგთავაზეს თითქოს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სასამართლო შეურაცხყოფა. შეგახსენებთ, იმ სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოს დააბრალა ტერორისტობა და 13 წლით გაუშვა ციხეში. მიუმართავ ქართულ ოცნებას და ყველას, ვინც ასრულებს ქართული ოცნების უკანონო დავალებებს. ყველას მოგიწევთ პასუხისგება კანონის და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მამუკა მდინარაძე, ამ პატარა ადამიანმა, რომელიც ეს ახალ სამინისტროებს და ახალ საქმეებს ეძებს, ვერ ამოიღოს საკუთარი ბოღმა ალეკო ელისაშვილისადმი. ვინ მიაყენა ქართულ სასამართლოს შეურაცხყოფა, თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქართული სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულება და საერთოდ ქვეყანაში სამართლიანობის გამორკვევის საკითხი ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ადამიანი, რომელიც იყო სანდრო გირგულიანის მოსამართლე, ადამიანმა, რომელმაც მიიღო უმძიმესი, ასობით და ათასობით უმძიმესი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ის იყო პასუხისმგებელი სასამართლო სისტემის კრახზე, ათასობით ადამიანის გაუბედურებაზე, ათასობით ბიზნესის ჩამორთმევაზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, მურუსიძის სასამართლოს პირობებში, ანტიქართული ოცნების პროკურატურის და საგამოძიებო უწყებების პირობებში, ვერც ერთი ეს პროცესი ვერ იქნება სამართალთან დაკავშირებული. ეს არის პოლიტიკური პროცესები. 10 ივლისს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. საქმე ეხება 29 ნოემბერს სასამართლოს კანცელარიაში ცეცხლის გაჩენის მცდელობის ეპიზოდს. პოლიტიკოსი ქმედებას აღიარებს, თუმცა ბრალის კვალიფიკაციას ტერორიზმს არ ეთანხმება. ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით კიდევ ერთი საქმეა აღძრული. ამჯერად პროკურატურა პოლიტიკოს 2025 წლის 4 მაისს სასამართლოს არქივში ცეცხლის გაჩენას ედავება. ამ ბრალდებაზე დაცვის მხარე აცხადებს, რომ ეს არის თაროდან ჩამოღებული ძველი საქმე, რომელიც ოპოზიციონერს პოლიტიკური მოტივით დაუკავშირეს. რეალურად კი ის შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. ამ საქმეზე განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა. კიდევ ერთი სისხლის სამართლის ბრალდება, რომელიც ალეკო
ალეკო ელისაშვილის მიმართ არსებობს ალი ბაბაევის დევნა შეეხებოდა. 2024 წლის დეკემბერში ალეკო ელისაშვილს ბრალი ძალადობით პირის პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე წარედგინა. გამოძიების ვერსიით 2 დეკემბერს თბილისში კოსტავას ქუჩაზე მდებარე აფთიაქთან ელისაშვილი თავს დაესხა ქართული ოცნების წევრ ალი ბაბაევს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ელისაშვილი ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებდა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ალი ბაბაევის საქმეზე ალეკო ელისაშვილი თავდაპირველად პატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა 2024 წლის 16 დეკემბერს პროკურატურამ თავად მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით.